საღამოშვიდობისა ძვირფას ტელემაყურებლებო ტელეკომპანია თრიალეთი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მაუწყებლობას გადაცემით რეგიონის სტუმარი. მე შეგახსენებთ, რომ ეს გადაცემა კვირაში ერთხელ გავა ეთერში და თქვენ მასში შეხვდებით ცნობილ პოლიტიკოსებს, კულტურისა და ხელოვნების, ასევე სპორტის ცნობილ წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, მასში თქვენ შეხვდებით საკმაოდ ცნობილ პიროვნებას, ლეიბორისტული პარტიის ლიდერს ბატონ შალვა ნათელაშვილს და ჩემთან ერთად მას ჩვენ სტუდიაში მასპინძლობას გაუწევს ბატონი კოტე თავზარაშვილი, რომელიც ლეიბორისტული პარტიის გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლავთ. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში მაუწყებლობთ, თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონებზე 2-13-31 ან 2-10-39. სხვა ქალაქებიდან შეგიძლიათ შემოხვიდეთ კოდით ამ ნომრებზე 8-270. მოგესალმებით ბატონო შალვა, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო, ჩამოგზავნით გორში და დავიწყოთ ალბათ ჩვენი გადაცემა. პირველი კითხვა ასეთი მოხდება. თქვენი აზრით ეს გადაცემა უკვე დაიწყო, ერთი გადაცემა იყო ვაჟალ ლორდ-კიფანიძე იყო სტუმარი. თქვენი აზრით რამდენად საჭიროა რომ პოლიტიკოსებმა, პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა რაც შეიძლება ხშირად გააკეთონ, ასე ვთქვათ, გამოსვლები რეგიონებში და მარტო თბილისის პრობლემებით არ იყვნენ ისინი დაინტერესებული? მე ძალიან მოგელავ. ვიყოფები ჩემს საყვარელ ქალაქში. სხვადასხვა სტუმარი არ ვარ რეგიონის, იმიტომ რომ მე თუ ქართლი გახლავთ, ბაზალელი. და უსაზღვრისმოებრივ განვიცადე, როდესაც თქვენი მოწვევა გუშინ გახდა ჩემთვის ცნობილი. მე მინდა ჩემს გორელებს, ჩემს ქარელელებს, კასპელებს, ხაშურულებს, ზემო და ქვემო ლიახველებს, ცხინვალელებს ერთიანი საქართველოს მასშტაბით. მეულოცო შობა ახალი წელი, უსურო მათ ოჯახებს ბედნიერება, უსურო თითოეულ რეგიონის მცხოვრებს ჯანმრთელობა და მომავლისადმი უსაზღვრო იმედი, რომელიც ჩვენ აუცილებლად გადაგვარჩენს. მე მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო ჩვენი სახელოვანი წინაპრები, რომელთა ნაკვალევის, რომელთა ბიოგრაფიის შერწყმის უფლება ჩვენ არ გვაქვს, დიდი იაკობ გოგებაშვილი, იოსებ სტალინი და თუნდაც რაც ალბათ ზედმეტია აკადემიკოსი ნადირაძე, გორელი კაცი, რომლის მიერ შექმნილი სარაკეტო სისტემა დღესაც განსაზღვრავს სოფლიოში სტრატეგიული სტაბილურობის ბალანსს. აი ეს ის რეგიონია, რომელიც საფუძველი გახდა ქართული სალიტერატურო ენის დიალექტის ჩამოყალიბების. და ამ რეგიონს, ქართლის რეგიონს, ქართლებს აგესტიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მთელი საქართველოს წინაშე. ჩვენ დღეს ხელსარიელები საშობაოდ არ ჩამოსულვართ, თითოეულ ოჯახს ჩამოუტანეთ საჩუქარი. ისე კი ახლა პარტიები კარდაგარ კალოშებს რო არიგებენ არჩევნების დროს. ლეიბორისტული პარტიის ბრძოლა დამაგურბინებელ ფაზაში შევიდა და 30 დეკემბრის 18 საათიდან ჩვენი სარჩელით ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ გააბათირა ელექტროენერგიის ტარიფები მთელი ქვეყნის მასშტაბით, არ მარტო თბილისში. დღეიდან ტარიფების იურიდიული ბაზისი არ არსებობს, იმ ტარიფების, რომელთაც 9 თავს გაძრობდა შინაური თუ გარეშე დამპყრობელი ახლა შინაური თუ გარეშე ახლა მგელი, მგლისფერია თუ ტურისტფერი მნიშვნელობა არ აქვს, აი ეს ტარიფები გაბათილებული. გუშინ სასახარულო ამბავი მოხდა, როდესაც პრეზიდენტის ბრძანებულება შევაჩერეთ სასამართლოს წესით, რომელიც ითვალისწინებდა საავადმყოფოების და პოლიკლინიკების დახურვას მათი შემდგომი გაყიდვის მიზნით. ასევე მე ეს პრობლემა. მე მინდა დავამთავრო საშობაო საჩუქრების ჩამონათვალი 1 სექტემბრიდან. მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის გორში, ქართლში, იმერეთში, სამეგრელოში, კახეთში და ყველგან ლეიბორისტული პარტიის 5-წლიანი ბრძოლის შედეგად საშუალო განათლება იქნება უფასო, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული. და ალბათ ვერავინ დამისახელებს ვერც ერთი პოლიტოლოგი ამგვარ პრეცედენტს, რომ პოლიტიკური პარტია ამ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიშვა პარლამენტში დაგტოვონ სახელმწიფო ბერკეტების გარეშე და შიშველი ხელებით ხალხის სიყვარული და ხალხთან ერთად აი ამდენ რამეს აკეთებთ. რაც შეეხება თქვენი ტელევიზიის არსებობას, ეს არის ეროვნული შენაძენი, მე ასე ვიტყოდი, დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინება
და ჩვენთან პრესა და ტელევიზია მხოლოდ დემოკრატიული, მაქსიმალურად დემოკრატიული ხლა რა თქმა უნდა დაზღვეული ნაკლოვანებებისაგან დანარჩენი ხელისუფლების ყველა შტო მხოლოდ ყვირის დემოკრატიაზე და მასზე აქვს ძალიან მცდარი წარმოდგენა და გაუკუღმართებული და ამდენად თქვენი ინიციატივა ეს არის აბსოლუტური ინოვაცია რეგიონალური ტელევიზიების პრაქტიკაში და მე მიმაჩნია რომ თქვენ შეგიძლება თქვენი საავტორო უფლებები გაყიდოთ, კარგი გაგები და ნებართვები გასცეთ სხვა რეგიონული ტელევიზიებში. დიდი მადლობა კომპლიმენტს. ბატონ შალო. მე არ მაინც მინდა დაუბრუნდეთ ჩემს პირველ კითხვას. თქვენ კი ჩამონათვალი გააკეთეთ, თქვათ რა გააკეთეთ და მთლიანად მოსახლეობისთვის, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ და ესეთი აზრი არსებობს საზოგადოებაში, რომ პოლიტიკურ ლიდერებს რეგიონები წინასაარჩევნო პერიოდში ახსენდებათ მხოლოდ და თქვათ არ ახსენდებათ არასაარჩევნო წლებში. მხედველობაში რა მაქვს? იგივე თქვენი ინიციატივა იყო თუ არ ვცდები თბილისის საკრებულოში რომ სასწრაფო გამხდარიყო 03 გამხდარიყო უფასო. აი ამ სიამოვნებას სამწუხაროდ მოკლებულები არიან რეგიონის მოსახლეობა. ხო არ ჯობია აი თქვენი აზრით რომ მარტო თბილისის პრობლემებით არ იყვნენ დაინტერესებული პოლიტიკური ლიდერები და არამედ აი რეგიონის პრობლემებით რა თქმა უნდა შევიწყოთ. დიდი მადლობა ამ შეკითხვისათვის ძალიან სწორად დასმული შეკითხვა და ჭეშმარიტება შეიცავს. რა თქმა უნდა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს რეგიონები, მოსახლეობა, ადამიანები ახსენდებათ საარჩევნო კამპანიის პროცესში, როცა დგას საკითხი მათი პოლიტიკაში ყოფნა აყოფნის, მათი ქონების, ჩვენგან წართმული კაპიტალის დაცვა, განვითარება, გამრავლების და ბუნებრივია, მაშინ იწყება მარტვილობა სოფლებში, იმის ფიცილი რომ აი ჩვენი სახელმწიფო, თქვენ გენაცვალეთ, ძმები ვართ, დები ვართ, ამას ვიზავთ, იმას ვიზავთ, არჩევნები მთავრდება და ისინი გადადიან საკუთარ ბიზნესზე. ეს შენიშვნა ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ გვეხება, რადგანაც და ვინაიდანაც ჩვენ არასოდეს არაფერი მოსახლეობისთვის არ დაგვირიგებია ფიზიკურად ხთამის სახით, ტყუილი დაპირება არ მიგვიწია, რასაც შევპირდით მოსახლეობას, ჩვენი შეძლების და გვარად ის შეუსრულეთ. და რა თქმა უნდა ის რაც მე ჩამოგითვალეთ ახლა უფასო განათლება, ელექტროენერგიის ტარიფები, საავტომობილების და პოლიტიკების დახურვის შეჩერება და სხვა ღონისძიებები ეს არ ეხება თბილისს, ეს ეხება სრულიად საქართველოს. არც იმას დაგიმეორებთ რომ თბილისში რა თქმა უნდა უფრო მეტი გავაკეთეთ, იგივე 1 თებერვლიდან შემოდის უფასო სასწრაფო დახმარება, რომ ადამიანმა ექიმი გამოიძახოს და წნევის დროს ის მაინც გაიგოს, როდის მოუვა ღმერთმა დაგვიფაროს ინსულტი, კაცო და ინსულტი არ დაემართოს და რაღაც წამალი ჩაიდოს, იმიტომ რომ არ აქვს პოლიკლინიკაში მისასვლელი ფული. იგივე მდგომარეობა რაიონებში, იგივე მდგომარეობა გორში და ამ რეგიონში, მაგრამ აქ ეხლა რა ხდება, ეცი ნუ დაემდურებით, ჩემო გორელებო, როგორც თქვენი შვილი და თქვენზე უსაზღვროდ შეყვარებული, პირში გეტყვით სიმართლეს. და ამას სხვაგან არც ვიტყვი. ნამდვილად არ ვიტყვი. წმინდა კუთხური პატრიოტიზმის კაი გაგებით გრძნობით. საპარლამენტო არჩევნებში მარნეულის რაიონმა უფრო მეტი ხმა მისცა ლეიბორისტულ პარტიას, ვიდრე გორის რაიონმა. სირცხვილით სათქოს. გასაგებია რომ გორის რაიონის და ქართლის რეგიონის აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენ ხმას გვიჭერს და ხმას გვაძლევს. მაგრამ აი აქაური ბიუროკრატია, ძალოვანი სტრუქტურები, გუბერნატორები, გამგებლები, აი სულ გაყიდულ ხალხს უწოდებთ მე ამათ, ურცხვად აყალბებს არჩევნების შედეგებს და ჩვენ ვერ შევძელით ქართლებმა ისეთი ორგანიზება, რომ დავიცვათ საარჩევნო ხმები და ეს ხმები ჩვენ დანიშნულების ადგილამდე მივიტანოთ. ასე რომ ხმას მოგწვევთ და სახში გავიქცევით და ვართ ვიღაცის იმედზე რომ თბილისიდან გამოაგზავნის სპეცნაზ და რაღაცა ჯგუფს და ის დაიცავს ამ ხმებს, ეს ტყუილია მეგობრებო. ხმას რომ მოგწვევთ, იქ უნდა დარჩეთ საარჩევნო უბანზე, სანამ არ დაითვლება ის ხმები და სანამ ყველაფერი არ დაჯდება თავის ადგილზე. მაგრამ მე არასოდეს გორი და რაიონები არ შევიწუხებია და იშვიათად თუ გამოჩნდები, რადგანაც მართლა ბევრი საქმე გვაქვს განსხვავებით სხვა პარტიებისაგან, რომლებიც დაკავებული არიან საარჩევნო პოპულიზმით და იმით რომ რამენერად იაფასიანი ფულები ჩაიწერონ და პირად კონტაქტით მოაწონონ თავი ადამიანებს, ჩვენი საქმეს ვაკეთებთ რეალურს, ეს საქმე ეხება არა მარტო სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, რომელიც თვითონი ჩვენგანი ისა და ოჯახის ინტერესებში, არამედ ეხება საშინაო საგარეო პოლიტიკას, საერთაშორისო მოღვაწეობას. ლეიბორისტული პარტია ახლა კლასიკური გაგებით ევროპული ტიპის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც არ მოქმედებს არჩევნებიდან არჩევნებამდე. ეს არის მუდმივი ინსტიტუტი. როგორც მანიშნები, ახლა მაყურებელია, პირველი მაყურებელია ხაზზე, მოდით მოусმინოთ. კი ბატონო. გამარჯობა თქვენ გამარჯობა. მე მინდა ბატონ კოჭის დავუსვა შეკითხვა. მე მაინტერესებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს რატომ მოხდა თავისი კანდიდატურა? ძალიან ცუდად ისმის ერთი წუთით იქნება ასწავლო. თუ შეიძლება თქვენ ხმამაღლა ბძანეთ. ბატონ კოჭის მინდა შევეკითხო. ალო? დიახ, გისმენთ. ბატონ კოჭის მინდა შევეკითხო. რატომ მოხდა მან თავისი კანდიდატურა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. როცა ძალიან ბევრს ვიცოდი, რომ მე პირადადაც გვინდოდა მიგვეცა ხმა მისვლის. გასაგებია, დიდი მადლობა, გასაგებია თქვენი კითხვა, საკმაოდ საინტერესო კითხვა. მართლაც აი ბატონო კოტი, მე აქვე ალბათ მე უნდა გავცე პასუხი, იმიტომ რომ პარტიის ხელმძღვანელობას იყო ბატონო კოტი, ბატონო შალვა და ბატონო კოტი. მართლაც აი თქვენ იყრით გამგებლობის პოსტზე გორში და უცბად წინა დღეს მიიღეთ გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნისა, მაგრამ მე აქვე დავამატებ, რომ დღეს თქვენ ხართ გამგებლის მოადგილე ბატონ პატაჩხეიძეს და ხوار შედგა გარიგება თქვა იმის ფასად, რომ თქვენ მოგეხსნათ კანდიდატურა და შემდეგ მიიღებდით თანამდებობას. აი ამ შესახებ. ბატონო გოგა, მე მაშინ გაქცევთ ეს პასუხს. მე რომ კანდიდატურა მომეხსნა და მივიღებდი გამგებლის იმას, ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ მე რა გამწვხდი კანდიდატურას, ხო მაინც და მაინც ჩემი ხმები პატაჩხეიძის მხარეს მიდიოდა. პატაჩხეიძე თვითონ დააგროვა ეს ხმები და თვითონ გახდა გამგებელი. აქ თქვა ჩემი მოხსნა არაფერ დაკავშირებდა, არავის კავშირში არ არის პატაჩხეიძის გამგებლად გასვლაზე. ის რომ მე ახლა დღეს მისი მოადგილე ვარ, როგორც ორივე გორელი მან მემთხოვა, რომ იქნებ აი დამხმარებოდი მას გორის საჭიროებო საკითხების გადაწყვეტაში და ამას დღესდღეობით ალბათ მოსახლეობა ხედავს, რომ გარკვეულწილად როგორც შეგვიძლია ისე ვაკეთებ. აქ ერთი კითხვა. გარკვეულად წარმატებული იყო წინამოწვევის საკრებულოს არჩევნები თქვენი პარტიისთვის. თუ არ ვცდები 4 წევრი ყავდათ საკრებულოში. შემდეგ მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი წევრი თუ 2 წევრი აქედან აღორძინების კავშირში გადავიდა და აი თქვენი აზრით ადგილობრივ პარტიის ასე ვთქვათ პრობლემები რაში მდგომარეობს? რატო მიდის ხალხი პარტიიდან, როდესაც იმარჯვებს? ეს რა თქმა უნდა ცენტრალურ აპარატსაც ეხებოდა, ჩვენ დაუბრუნდებით ამ თემას ბატონო. რატო ხდება ისე, რომ ეს პრობლემები იქნება პარტიაში? გამარჯვების შემთხვევაში უკვე ვიღაცები გადიან პარტიიდან. მე ხო ეს არა მარტო, მე მაშინ არ ვიყავი პარტიის თავმჯდომარე, როდესაც ეს წევრი ვიყავი. კი. ეს იმიტომ ხდება, რომ ალბათ ვერ ხდება ისეთი კანდიდატურების შერჩევა, რომ თავიდან ბოლომდე მათ გათვისებული ქონდათ, რომ ისინი არიან ლეიბორისტული პარტიის, ან რაღაცას პირდებიან, ან რაღაცას უბნებიან რაღაც თანამდებობას და ამის გამო ისინი გადადიან სხვა იმაში. აი სხვას მე ვერასდროს ვერ ხედავ. ბატონო შალვა, მე ერთი კითხვა აი ამ თემასთან დაკავშირებით. გორში გარკვეული ალიანსი შედგა ფაქტიურად, რადგან ბატონი კოტი არის მემარჯვენეების, ასე ვთქვათ, გამარჯვებული ლიდერის ჩხეიძის მოადგილე. თბილისში ანალოგიური არ მოხდა, რომ თუ ვიცი, რომ ქონდა თავად მემარჯვენეებთანაც იყო კონსულტაცია და ნაციონალურ მოძრაობასთანაც, მაგრამ იქ პირიქით მოხდა, ასე ვთქვათ, იქ უფრო ნაციონალურ მოძრაობასთან განვითარდა თქვენი თანამშრომლობა საკრებულოში. აქ გორში პირიქით მემარჯვენეებთან და აი ეს ახსნა თუ შეიძლება. ეს ყოველთვის ამას ვთხოვ მე ქართულ ხალხს, რომ მოგდებული და მოცისქრული არაფერი არ გვინდა. ქვეყანაში არსებობს ორი პოლიტიკური პოლუსი. ეს არის შევარდნაძის სისტემა. თავისი პოზიცია ოპოზიციით, ზოგი გუშინ გამოიქცა, ზოგი გუშინწინ გამოიქცა, ზოგს პრემიერ-მინისტრობა უნდა და ის ორი მიიღო, ზოგმა გრანტი ვერ წაიღო, ზოგმა კრედიტი, მაგრამ ეს არის მაინც ერთიანი ბანდა, რომელიც სტრატეგიულ და კრიტიკულ სიტუაციებში ერთიანია. ისინი დაგსახსულები არიან, ახლა ზოგიერთი შევარდნაძიდან გამოქცეული პარტია და პარტიის ლიდერი ჩემი ტექსტებით ლაპარაკობს და ვეღარ გამირკვევა მე ვარ შალვა ანთელაშვილი თუ ისინი არიან შალვა ანთელაშვილი. ყველაფერი გაზეპირებული ჩვენ. ეს მოსახლეობაც ამბობს, რომ კაცო კი იყო შევარდნაძესთან გუშინ გამოიქცა, მაგრამ ხედავ ესაც რა კარგად ლაპარაკობს, არიქა მივიცე ხმა. ამ დროს ხმები იხლიჩება და ვერ გავყავს უმრავლესობა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება. და გადაწყვეტილებას თუ ვერ იღებ საკრებულოსა თუ პარლამენტში, იქ რომელ ადგილზეც გინდა გახვიდე? არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას არ აქვს. თქვენ ძალიან 4 კაცი ყავდათ წინა გორის საკრებულოში. მე რა 4-ია გადამწყვეტი უმრავლესობა. იყო და უკუნა და 10-11. გადაწყვეტილება მეკურა. თუმცა მაშინ ოპოზიციურმა პარტიებმა გარკვეული ალიანსი შექმნა საკრებულოში და პარტიები საქართველოში არ არსებობს სახალხო პარტიასთან ერთად გაიყვანეს გამგებელი არამოქალაქეთა კავშირი. არანაირი ოპოზიციური პარტიები საქართველოში არ არსებობს ლეიბორისტული პარტიის გარდა. ყველა ოპოზიციური პარტია ოდესმე იყო გაგორებული და ჩაგორებული ხელისუფლების კალთაში და რაღაცის გამო გამოიქცა ან თანამდებობით არ დაგმოყოფილი და ან რაღაცა პირადი კონფლიქტი მოუხდა ხელმძღვანელობასთან და ხელისუფლებასთან და ლეიბორისტული პარტია ოპოზიციაში ჩაუდგა შევარდნაძეს წმინდა სოფხედველობრივი მომენტების გამო ჩვენ უთხარით 7 წლის წინ რომ ის და მოქალაქეთა კავშირი ქვეყანას დაანგრევდა, ეკონომიკას მოსპობდა, ენერგეტიკას გაყიდიდა, სახელმწიფო ჩააგდებდა მილიარდიან ვალებში, კორუფციას აყვავებდა და შევთავაზეთ ბატონ ედუარდ შევარდნაძეს 95 წლის დეკემბერში, რომ კეთილი ინებე დაშალა იქ შენი მოქალაქეთა კავშირი, სანამ თავზე დაგეშლებოდეს, ესე აგიხდათ ყველაფერი კარგი, როგორც მას აუხდა ეს და
გახდი უპარტიო პრეზიდენტი და მიეცი პარტიებს საშუალება თანაბარი კონკურენციის. Რომ ვიღაცას ის რო არის პატარა ბიჭი რო გააკეთებენ დიდი ბიჭები და ეთქონ წადი ახლა ეს დიდი ბიჭი რო გამოვიდა წამოვარჩქე ციხე და თუ რაღაცას გეტყვის ჩვენ გავლახავ და აი ესე პატარა ბიჭივით რო გაახალისა და გააკეზა ეს თავისი მართველი პარტია ბოლოს კი ნაბამ ის გადმოაყუდეს ტახტიდან. როცა შიდა სამეფო კარის ბრძოლები ატყდა, მაგრამ ესენი კრიტიკულ სიტუაციაში მაინც ახერხებენ გაერთიანებას. ახლა იგივე თბილისის საგრებულოში რაზე ურჩეთ მიხეილ სააკაშვილმა, არ ვიცოდით რომ შეორნაძის ინკუბატორიდან იყო გამოჩეკილი როგორც პოლიტიკოსი, იცის და ჟვანიაც. და კიდევ დანარჩენები. ხარ დაუჭირო. გავედით პირველ ადგილზე, მაგრამ ეს პირველი ადგილი იყო მეფელერის ადგილი, ესე იგი 15 დეპუტატი. ამ დროს 25 კაცი გვინდოდა რომ მეგობრო გადაწყვეტილებები, თქვა სასწრაფო დახმარება, სოციალური პრობლემები, ახლა წყლის დავალენებები ჩამოვწერეთ ძველი, რომელსაც 25 ხმა უნდა. საიდან მომენტად ახლა ჩამოჯახს ხوار მოიყვანდი მათ მოწევნებით ხო არ არიან დეპუტატები 10 ხმა მჭირდებოდა ხო მიხეილ სააკაშვილის და ყველა პარტია გაიქცა სასამართლოში დაბოღმენმა იმით რომ ჩვენ ავიღეთ პირველი ადგილი იფიქრეს ვაი ესე იგი რაღაცა საფრთხე გვექნება საპარლამენტო არჩევნებში და უნდათ საკრებულოს დაშლა გაუქმება და გაბათილება ხალხი იტყოდა მე რომ კაი ეს ნათელაშვილი ერთხელ არჩევნებში საპარლამენტში გამოაგდეს გასაგებია მაგრამ მეორედ მივეცით ხო მეორედ მივეცით და საკრებულო კიდევ არ შედგა და აბა მესამედ რაზე მივეცით ხო საპარლამენტო არჩევნებში აი ეს უნდათ გაეთამაშებია და ამიტომ ჩვენ ეს კონდოპიარი შეუტრიალეთ უკან და სააკაშვილი ამჩით საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულო შედგა მართალია ბევრი ცუდი რამ უკვე გააკეთა შეეკრა ქალაქის მერს შექმნა მასთან მთავრობა იმიტომ რომ სააკაშვილი ძოდელავა ჯვანია ჩევარდაძე ეს ერთი ბანაკია ისინი კრიტიკულ სიტუაციაში როგორც მოგაცანად ერთად იდგებიან საერთო კოალიციური მთავრობა შექმნეს მაგრამ იძულებული გახდნენ ანგარიში გაეწიათ ჩვენთვის და ეს სწავლის ეს წყლის ეს სასწრაფო დახმარების ეს საავადმყოფოების გაყიდვის შეჭერების გადაწყვეტილებები მიეღოთ იმიტომ რომ ჩვენ ხმამაღლა ვათქმევთ პირობა რომ მას ფარს დაუჭერდათ და როცა გვეყოლება ჩვენი უმრავლესობა გორში პარლამენტში საკრებულოში ბუნებრივია რომ არ დაგჭირდება ესე კისრის ტექვა ასე ლავირება იქ ვიღაცის არჩევა რომ რამენერად ხალხისთვის საჭირო საკითხებზე მხარი დამიჭიროს იქით კიდე ვიღაცის მოადგილედ დასვლა და სხვადასხვა ამბები ამიტომ გავითავისოთ ერთი რამ ჩემო ძვირფასებო ჩემო ქართლინებო რომ ქვეყანაში არსებობს ორი პოლიტიკური პოლუსი ეს არის შევარდნაძის პოლუსი და ეს არის ლეიბორისტული პარტია და ხალხი ერთად დღესდღეობით სამწუხაროდ მეტი არჩევანი ჩვენ არ აქვს არჩევანი უნდა გააკეთოთ ან შევარდნაძის სისტემაზე მის მიერ გამოსდილი რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე ეს ძალები ზოგიერთი გამოდის ანტიშევარდნაძისტური ლოზუნგები და ყურზე ძალიან სამოდ მოსასმენია მაგრამ გულში ფაქტურად მუნს არ ვითარებს არაფერს არ იძლევა ისინი რომ მოვლენ ხელისუფლებაში შევარდნაძის გზით გააგრძელებენ სიარულს და გახორციელდება პრინციპი უშევარდნაძეო შევარდნაძის გზით ეს იქნება თუ მოვიდა ლეიბორისტული პარტია ის დაამსხვრევს არსებულ სოციალურ ეკონომიკურ კორუფციულ სისტემას და შექმნის საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს სოციალურ სამართლიანობისა და სოციალური თანასწორობის პრინციპებზე. ანუ გასაგებად რო ვთქვათ, ღატაკი და მშიერი საქართველოში არ უნდა იყოს. ეს არის პრინციპი. არ უნდა იყოს. მშიერი და ღატაკი კაცი. მაყურებელი გველოდება ხაზზე, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, შეგვეკითხეთ. ალო, უკაცრავად. გამარჯობათ. ჟურნალისტი მაღლა ოქროპირიძე, მივესალმებით ბატონ შალვა ნათელაშვილი. ბატონ შალვა ნათელაშვილთან ერთად მე მრავალი საკითხები დამისია, როცა პარლამენტში ბრძანდებოდა და შალვა ნათელაშვილის წარდგენება არავის არ ჭირდება. საქართველოში თუ ვინმე იურისტი იწვის რომ არის სპეტაკი პატიოსანი მართალი არის ეს კაცი და მთელი საქართველო უნდა გახოს შალვა ნათელაშვილს. მე შალვა ნათელაშვილს შეკითხვა მაქვს ერთი რამ. შიდა ქართლი ბატონო შალვა დაემსგავსა ბანკის ხეობას. სინამდვილეში კი ტელევიზიით, რესპუბლიკური ტელევიზიით თბილისიდან აჩვენებენ თითქოს აქ ყველაფერი სიშვიდეა, სიწყნარია, არაფერი არ ხდება აქ და როგორც ვიცი ზეთ ეროვნული უშიშროების საბჭოს იხილავს შიდა ქართლის საკითხს. მე გეკითხები თქვენ როგორ შეიძლება რომ შიდა ქართლში დაინიშნონ აქ წარმომადგენლები ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საქმეში პიროვნებები რომლებიც საერთოდ ფეხით არ დაუდგიათ არ იციან აი ნარჩევაშვილზე მე გეტყვით მე თქვენ ნარჩევაშვილმა შემოიყვანა თავისი 27 ლარიანი ჯარისკაცები თუ პოლიციელები და ჩააყენა მხოლოდ 3 სოფელში ტყვიავსა მეჯრუსთევსა და ვარიანში მაშინ როდესაც არის 6 ხეობა რომელიც უკავშირდება ცხინვალის რეგიონს დაწყებული ჭერათხევი ბატონო ჭერათხევი დიდი ლიახვი პატარა ლიახვი სმისლეო ხეობა ლეხურა ხო აი ეს ყველა ესენი დაკავშირებულები არიან ზნაურთან დაკავშირებულები არიან
ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს. დიდი მადლობა. გასაგებია. დიდი მადლობა, დიდი მოკითხვა ქალბატონო მაყოლა. დიდი მადლობა. ვანუშავა, მივადექით. მე რა თქმა უნდა დამესვა აუცილებლად და ყველა პოლიტიკოსი ვით ჩამოვა, მე აუცილებლად ვკითხავ, აი ამ კითხვით მიმართავ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ აი ქართულ-რუსული კონფლიქტის მოგვარება, თუ რა თქმა უნდა თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში, აი რა ნაბიჯებს გადადგავთ ამისთვის? ეხლა იმ დღეს ინტერვიუ ვნახე ოსეთის სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. მურაჯიო. ხო, ეს ულაშებიანი კაცი გამოვიდა, გამეცი, მეგობრებო, ოსები, ძმებო. რა დროს სახელმწიფოებრიობანას თამაშია? მთელი მსოფლიო მიდის გაერთიანებისაგან ევროკავშირი მოგვა კარებზე მოგვიპაკუნა. რამდენიმე წელში ჩვენი მიგვიღებენ და ევროკავშირი ნიშნავს რას? ერთიან სახელმწიფოს, ერთიან კონსტიტუციას, ერთიან მთავრობას, ერთიან ეკონომიკურ საბაჟო სივრცეს. რის დამოუკიდებლობა საქართველოს აღიარებულმა ქვეყანამ ვერ მოიპოვა რეალური დამოუკიდებლობა. ბიუჯეტი ვერ შეგვიდგენია. ჩვენ თუ არ შევუთანხმებთ მსოფლიო ბანკს და სავალუტო ფონდს. ერთი ლარი პენსია ვერ გაგვიზრდია პენსიონერებისათვის ამ მთავრობას, ამ კოლმოჩილ მთავრობას. თუ არ აიღო ნებართვა უცხოური საფინანსო ორგანიზაციებისგან. საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში ვართ გაწევრიანებული და არ გაგვაჩინა იმის უფლება, რომ ჩვენი სასოფლო სამეურნეო პროდუქცია ჩვენი კვოტით გავიტანოთ, ან შემოვიტანოთ უცხო პროდუქცია ჩვენთვის მისაღები კვოტით. რის დამოუკიდებლობაზეა საუბარი? ის მოსკოვში იყო კიდე იქ ედინსპოს ღონისძიება, მე არ წავედი პუტინის პარტია ეს, ჩვენ წარმომადგენელი ესწრებოდა და იქ ჩასულა ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარე. ჯერ საქართველოს პარლამენტი რას გავს? რა უბედურობა ამათი ყურება და ეხლა წარმოგიდგენთ რა იქნება ოსეთის პარლამენტი. ამის დრო გვაქვს ახლა ჩვენ. ეხლა ჩვენთვის ეს საოცარი რა არის? იცით რომ ოსები უკვე პრაქტიკულად ერთ-ერთ ქართულ ტომად აღიქმებოდა. ოსსა და ქართველს შორის არანაირი განსხვავება ჩემს სიჭაბუკემ, რა თქმა უნდა პატარა ხარ ჩემთან შედარებით, კოტეს ეხსოვნება. ოსსა და ქართველს შორის განსხვავება იყო ისეთივე ქართული ტომი იყო ეს და ესე აღვიქვავდით როგორც იმერელი, კახელი, მეგრელი და რაჭველი. რა უბედურობა დაგვეცა თავს? აი გასაგები ეხლა ქსნის და არაგვის ერისთავებს რაც ერთმანეთში უომიათ, ეხლა რომ დავეტაკოთ ჩვენ და ქსნელები, ქართლის და კახეთის ერისთავებს რაც ერთმანეთში უომიათ, ხდება კუთხეებს შორის ზოგჯერ შეჯახება და ეხლა ამ პრინციპებით შეიძლება ცხოვრება და მე ამ პრინციპებზე რაღაცა ეფემერული დამოუკიდებლობის გამოცხადება და პარლამენტების შექმნა და საგარეო საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო. ჭკუ არა გაგუძმებო? არა და ოსი ხალხი ეს არის უბრძნესი ხალხი, ისტორიულად მოდის ეს ცნობილი წყაროებშია დაფიქსირებული უზარმაზარი კულტურის, ენერგიის და რათა ჩვენგან განუყოფელი ხალხია. თამარის დედა გურანდუხტი იყო, ოსი იყო, ოსთა მეფის შთამომავალი იყო. ჩვენ რამ დაგყო? რა დამოუკიდებლობა აგიწყდათ, როგორ შეიძლება ამაზე ფიქრი? ჩვენ უნდა ისევ აღვადგინოთ ის რაც ვიყავით და ერთმანეთს უშველოთ, ჩვენს დედებს უშველოთ, ძმებს უშველოთ, მამებს უშველოთ, სამუშაო ადგილები მივცეთ, პენსია მივცეთ, ხელფასი მივცეთ, სახლები აუშენოთ, დავამშვენოთ, ავაშენოთ. და აი ამას დაგვიფასებ შთამომავლობა. შთამომავლობა დაგვაკუთვნებს საფლავზე დღევანდელ პოლიტიკოსებს ცხინვალში და თბილისში. თუ ეს საკითხი ვერ გადავწყვეტეთ და ეგ თქვენი დამოუკიდებლობას და ჩვენ დამოუკიდებლობას ეშმაკს არჩევებული. ბატონ შალვა, კიდევ ერთი მაყურებელი. გამარჯობა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? მადლობთ ბატონ შალვა, უპირველესად გილოცავთ შობა ახალ წელს და ძალიან მოკლედ შეგიკითხებით ასეთ კითხვას. უნდა გადაიხადოს თუ არა გორის მოსწავლეებმა მე-11 მე-11 კლასის სწავლის ფული? ჩვენ ვიცით რომ ეს რეგიონებიდან ფინანსდება, მაგრამ თქვენი განმარტება გვინდა თქვენი მიერ. კი ბატონო, მოგახსენებთ. ლეიბორისტული პარტიის ბრძოლის შედეგად, როგორც გითხარით, 97 წელს განათლების კანონში სასამართლოს ზალით პარლამენტს არ შექმნდა ეს, შევატანიეთ ნორმა, რომ 2003 წლიდან საშუალო განათლება გახდებოდა უფასო. დგება წლის ბოლომ, მომივიდა ბიუჯეტის პროექტი და ვხედავ, რომ შემოდის კანონში ცვლილება, რომლის თანახმადაც კიდევ წელიწად ნახევრით 2004 წლის 1 სექტემბრამდე უნდათ რომ გადადონ უფასო განათლების შემოღება. თავისთავად ცხადე იმავე ღამეს დააწყდა საშინელი რისხვა პრეზიდენტს რუსთავი ორით, პრესკონფერენცია ჩაუტარეთ, ძალიან სერიოზული დარტყმები მიიღო განათლების ეგრეთ წოდებულმა მინისტრმა, რომელიც შეიძლება ყველაფრის აზრზე, მაგრამ განათლებაში რა ხდება აზრზე არ არის, ჩემი აზრით. და ხელისუფლება იძულებული გახდა დაეთმო და 2003 წლის 1 სექტემბრიდან ჩვენი შვილები მესამე საფეხურზე, ანუ მე-11 კლასებში ისწავლიან უფასოდ, არანაირი ბეგარა და ხარკი მისატანი იქ საჭირო აღარ იქნება და ჩვენ უნდა დავაყენოთ ის დრო, როდესაც განათლება, ჯანდაცვა იქნება პრიორიტეტული და ბიუჯეტის მთავარი ხარჯები, მთავარი თანამედროვე ტექნოლოგიები, უძლიერესი კადრები, შტატების დამატება და მაღალი ხელფასები იქნება ამ დარგებისათვის, იმიტომ რომ ეს ორი დარგია ქვეყნის მომავლის ფუძემდებელი და საფუძველთა საფუძველი. 1 სექტემბრიდან ამ წლის არანაირი გადასახადები აღარ იქნება.
თუმცა მე მინდა ხაზი გავუსვა კიდევ ერთი კითხვა, მოდი. ჩვენი ხელისუფლების მაპატიეთ ღორმუცელობას. მარტო პარლამენტი 8 მილიონს ხარჯავს, რომ ეს ძვირადღირებული ვიზიტები, მდივნები, ბორჯომები, აპარატები და მანქანები დააფინანსო. უფასო განათლება სჭირდებოდა 2 მილიონი 200 ლარი და 5 წელი გვაცდებინეს. ერთი 5 წლები რო ეს გაემეტებინათ ჩვენი შვილებისათვის, მართლა ესენი მაპატიეთ და ფუნთხის ღირსები არიან ისტორიულად. მოდით კიდევ სტალინმა ერთ 5 წლებში მიადრეს თქვი კოლექტივიზაციაც მოასწრო, ინდუსტრიალიზაციას და ქვეყანას მოამზადა ფაშიზმის გასანადგურებლად. აი ესეთი მემკვიდრეები არიან ჩვენი წინაპრების ეს ჩვენი უბედური მთავრობა. გასაგებ, როგორც მანიშნებ, კიდევ ერთი ზარი პირდაპირ ეთერში. გამარჯობათ, მოგესალმებით და გისმენთ. ალო? დიახ, გამარჯობათ. გამარჯობათ ბატონო შალვა. გამარჯობათ. ძალიან დიდი მადლობა რომ ამდენს ფიქრობთ საშუალო ფენაზე. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. გორში და გორის რაიონებში ხალხი თქვენს მხარეზეა, მაგრამ მოხდა ასეთი რამ. არჩევნების დროს ამდენიც მივიდა და მოიკითხა თქვენი პარტიის წარმომადგენელი, ყველას მეუბნებოდნენ რომ მოიხსნა ეს, რა ქვია, არჩევნების დროს თავისი ხო, არა ქონდა საშუალება გამოგვეხატა ეს ჩვენი თქვათ თქვენთან უღრმესი პატივისცემა თქვენი პარტიის მიმართ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გვითხრათ რა გავაკეთოთ იმისათვის რომ კიდევ მეტად გამოვალნოთ ჩვენი თქვენ მხარეზე ყოფნა. გეტყვით რა გააკეთოთ, დიდი მადლობა ზარისათვის. აგერ ბატონი კოტე თავზარაშვილი არის უინტელიგენტესი, უწესერესი პიროვნება, რომელთაც შეიძლება ყველა პარტია ამაყობდეს. თუმცა ჩემგან მას შენიშვნები არ აკლია ხო რომ გახდეს უფრო აგრესიული, მიუვარდეს იქ საარჩევნო უბნებში ამ განყალბებელ ხელისუფლებას დაამხოს ეს ყუთები თავზე, თუმცა ვიცი რომ ეს თავისი შინაგანი ბუნებით ამის გამკეთებელი არ არის. მობრძანდით პარტიის ოფისში, რა მისამართზე ჩვენ ოფისი აქვს? 74. ერთობის 74-ში. მობრძანდით ჩვენ ოფისში, ჩაეწერეთ პარტიაში, მიიმაგრეთ უბნები, რომ საარჩევნო პერიოდის, საარჩევნო კამპანიის პროცესში არ მოხდეს ხელმეორე შევარდნაძისტული გადატრიალება. მეგობრებო, ეს ის წელია, როცა ჩვენ შევარდნაძის 30-წლიან მმართველობას ვემშვიდობებით. თუ შევარდნაძის გაზრდილი რომელიმე ძალა კიდევ მოვა ხელისუფლებაში, ჩვენი შვილები ისევ ამათი შვილების მონები იქნებიან. ეს არის საბედისწერო რამ ქვეყნისათვის. ეს არჩევნები აღარ ეხება ნათელაშვილის, კოტეს, თქვენს ტელეკომპანიას, მთელი ერის ბედს წვეთავს და აქ ძალიან გთხოვთ, ერთსულოვნად დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში და აი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე კარგი გაგებით, რა თქმა უნდა, არა აშკარა მართლმოგვაცემლო სამოქალაქო დაპირისპირება დავიცვათ საარჩევნო ხმებს. გასაგებ, კიდევ ერთი ზარია პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით. დასვათ კითხვა. გამარჯობათ. გამარჯობათ. ბატონო შალვა გილოცავთ ბატონო კოტე ახალწელშობას. მე მინდა ერთი კითხვა დავსვა. ბოლო დროინდელი თუ შეიძლება ოდნავ ხმამაღლა არის მის თქვენი ხმა. კარგად. შემაშფოთებელია ბოლო დროინდელი მოვლენები აფხაზეთის გარშემო. მე მაგვირებს მთავრობის სიჩუმე და ხალხის პასუხისმგებლობა. მე მინდა ორივე სიტყვით ბატონო შალვა. აფხაზეთის მოვლენები აინტერესებს. იქნებ გაიმეოროს რა არის. აფხაზეთთან დაკავშირებული ბოლო დროინდელი მოვლენები მაინტერესებს. თქვენი კომენტარი ბატონო შალვა. გასაგებია შეკითხვა, დიდი მადლობა. თქვენ როგორ აფასებთ, თქვათ, აი აფხაზეთის ომის მოვლენებს, აი დღევანდელი გადასახედიდან რა ანალიზი შეიძლება? ძალიან დიდი პოლიტიკოსობა და პოლიტიკოსობა არ ჭირდება იმ ფაქტის აღიარებას, რომ შევარდნაძის საპრეზიდენტო სკამს შეეწირა აფხაზეთი. გასაგებ. ეს არის ფაქტი. რომ მან დათმო აფხაზეთი იმისათვის, რომ აქეთ დარჩენილიყო პრეზიდენტი. ну ამას კიდევ ისტორიკოსები გაარკვევენ, დღევანდელი ვითარება როგორია. პრაქტიკულად მიდის აფხაზეთის ტერიტორიის ინტეგრირება, ანუ შეერთება რუსეთის ფედერაციასთან. ამისათვის მოსკოვში მომზადებულია საკანონმდებლო ბაზა, მიღებულია რუსეთის ფედერაციასთან ახალი ფედერაციის სუბიექტის მიერთების კანონი, სადაც განსაზღვრულია დეტალურად რა პირობების დაცვა საჭირო ამისათვის და აგორე ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. წამოვიდა მატარებელი სოჩიდან სოხუმამდე, დაიწყო მოქალაქეობის გაცემა საქართველოს მოქალაქეებზე, აფხაზი ეროვნების თუ სხვა ეროვნების და პრაქტიკულად მიდის კვიპროსიზაციის სტადია, როდესაც ჩრდილოეთ კვიპროსი ფაქტურად დამოუკიდებელი სახელმწიფოა, თუმცა ამას ოფიციალურად არავინ აღიარებს, მაგრამ ეხლა აღიარებს თუ არ აღიარებს, ფაქტია რომ აფხაზეთი დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი არ არის. ამისათვის საჭიროა ხელისუფლების შეცვლა, რუსეთთან პოლიტიკის შეცვლა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ რუსეთმა არ იგრძნოს თავი საქართველოს მხრიდან რაიმე საფრთხის მატარებელ, ასე ვთქვათ, მომენტად. ჩვენი ქვეყანა არ იქოს მისი სამხრეთის საზღვრების უსაფრთხოების დამღოლ ელემენტად. და დღეს სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ანტირუსული ისტერია გადაეყვანა უკვე კრემლის პოლიტიკოსთა პრაქტიკულ მოქმედებებში, ანტიქართულ მოქმედებებში. არ შეიძლება ჩხუბი და ინფორმით საუბარი არც რუსეთთან, არც ჩინეთთან, არც ამერიკასთან, რა ფორმითაც საქართველოს ხელისუფლება ეს 7 წელიწადი ებრძვის რუსეთს. ეხლა იგივე პანკისის ხეობა ერთად შექმნეს რუსებმა და შევარდნაძემ.
ხო? ისინი უშვებდნენ ამ ბაევიკებს შევარდნაძე ასახლებდა პანკიში. თუმცა ორივე მხარემ კარგად იცოდა, რომ ის ბაევიკი დისერტაციას არ დაწერდა. აუცილებლად ივარჯიშებდა სროლაში და წაეომებდა სადმე, ხო? იგივე ერთობლივი ნაყოფია საქართველოს ხელისუფლების და რუსეთის აფხაზეთი, რომლებიც გარიგდნენ თქვათ იგივე შევარდნაძის საპრეზიდენტო სხამზე და ეს დარჩა ბუფერულ ზონად. ოსეთის საკითხის დაახლოებით ამ ჭრილში ზის, თუმცა არც თუ ისე თქვათ თანაბარ მნიშვნელოვნად. ესე იგი საჭიროა თბილისში ახალი ხელისუფლება, რომ ახლებურად დაელაპარაკოს რუსებს. რუსებმა ხო შევარდნაძე გამოუშვეს და გადატრიალების შემდეგ დასვეს პრეზიდენტად, ხო? კანონური ხელისუფლების დამხობის შემდეგ. ეხლა ისე დასვავდნენ რუსები პრეზიდენტს, აქ რომ მისგან პირობები არ აიღოთ, რომ შენ ასე მოიქცევი, ჩვენთან ვალდებული იქნები ამ საკითხში. როცა მან არ შეუსრულა შევარდნაძემ ეს პირობები, მერე წამოვიდა სასჯელი საქართველოზე აი ამ სახით. და აქ გვინდა ჩვენ ისეთი პრეზიდენტი და ისეთი მთავრობა, რომელიც არ იქნება დავალებული არც საფრანგეთთან, არც ამერიკასთან, არც შრი-ლანკასთან, არც რუსეთთან და იქნება თავისი ხალხისგან მართვადი. ამაზეა საუბარი და მერე გადაწყდება პრობლემები. კიდევ ერთი კითხვა, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, ძანეთ. გასვით კითხვა. გამარჯობათ. ალო. დიახ, გისმენთ? მოგა. დიახ. აი, რა არის იცით, მარტო კითხვა იყო ასეთი. 4 დეპუტატი ყავდა გაყვანილიო. ხო და იქიდან ვიღაცები გადავიდნენ, რა. ერთ-ერთი დეპუტატი იქიდან ყოფილი დეპუტატი მე ველაპარაკები. ბატონ შალვას ახლა. ვინაობა სხვა დაასახელებთ? ნუ ვინაობა რა საჭირო, თუ კიდე დავასახელებ, კითხვის ბოლოს დავასახელებ. კი ბატონო, ძანეთ. ბატონო შალვა, ეს არის 9 იანვარი, გახსენდებათ ეს თარიღი? 9 იანვარი რასთან დაკავშირებით უნდა აი, მუდელი გაპონი თუ გახსოვთ. როგორ? მუდელი გაპონი. როგორ? ჩვენ გაყოფის. მუდელი გაპონი, გახსოვთ 9 იანვარი, ეს სისხლიანი კვირა. დიახ. აი, თქვენი დღევანდელი აბსურდი გამოთქმი მაგონებს 9 იმას რა, იანვარს. თუ გაიყვანეთ ხალხი მთავრობის ხელისუფლების წინ და დააყენეთ დასახლებად რა. თქვენ ლეიბორისტული პარტიის წევრი იყავით? ვის წინაშე დააყენეთ ხალხი ვერ 9 იანვარი სისხლიანი კვირა. ხო, რა კავშირშია გაპონიდან? აი, რა არის ახლა თქვენ რომ რასაც ლაპარაკობთ რა. მოგიხსენით ტარიფები. რა ტარიფები მოგხსენით? ისა გუშინ გამოვიდა საკუთრებაშოს, ვაი კარფე ტარიფი არ მოხსნა. კაცო, შენ წერი არიცი, სასამართლო გააბათილა, ტარიფები გააბათილა და დაწერე ეს ქაღალდზე. გააბათილა ტარიფები. მოუხსნა ტარიფები. ბატონო, კი გააბათილა, მაგრამ თქვენ ხალხს მოუხსენით ტარიფები. გააბათილა სასამართლო ტარიფები თუ მარტიდან მოიხსენოთ და ინიშნება ახალი ტარიფები. აბა ვინ მოუხსნა? ჩემი სარჩელი იყო, შენ მოუხსენი. არ მოუხსნა. პარტიიდან როცა არ მოუხსნა ტარიფები. ეს არის ტყუილი. ეს არის ტყუილი. მარტიდან იქნება მოხსნა ტარიფებისა, ხო? ეს კარგად ვიცით. რა იქნება უკვე? ასეთი ტყუილებით არ შეიძლება ხალხი შეფასება. რა ტყუილები შემამოცხონებული 20 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ გააბათილა საქართველოში მოქმედი ტარიფები და თქვა რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური. კი ბატონო, დღეს აღარ არსებობს ჩვენი ვალდებულება შუქის ფული გადავიხადოთ 1 მარტამდე. სალამარ დადგინდება ახალი იაფი ტარიფი. ხალხი დღეს იმას ასწავლიდა, რას მასწავლე? ხალხი დღეს ვითი ფულსა ვითი. მე შენ ცალკე შეხვდები და გელაპარაკებ ახლა ამსალ. ვაი დაგასო შენ ისევ გეტყვი. კარგი, დიდი მადლობა. აი ახლა რა შეასაქმე რა? არა, მე გაიყვან კაც დეპუტატად თბილისის საკრებულოში, პარლამენტში თუ ბორში თუ კასპში, აი თლად ვერ ახვდები რა. გაიყვან კაც დეპუტატად. გონია რომ ხალხს ემსახურება უანგაროდ თავის ზალგონეს მოახმარს რაღაც საქმის გაკეთებას და მე იწყებს ვაჭრობას. თხოვს რომ კი დეპუტატი გახდო, მაგრამ ეხლა თავმჯდომარეობა მინდა, ეხლა გამგეულობა მინდა, ეხლა მერობა მინდა, ეხლა ბიზნესი მინდა. ამას რო ვერ უკმაყოფილებ, მე უკვე არჩევს რომელიმე ფულიან პარტიას და თავის გვამს გადაიტანს იქ. ამიტომ ჩვენ ახლა ვამზადებთ კანონ პროექტს, რომლის თანახმადაც პარტიული სიით გასული დეპუტატი საკრებულოში და პარლამენტში დაექვემდებარება პარტიის მიერვე უკან გამოწვევას. არივარ და კორუფციაში ჩავარ და ვერ გაიგო პარტიული მუშაობის სტილი, არ მოემსახურა ხალხს, იმაიმუნა და საკუთარი ბიზნესი გახსნა, ის უკან იქნება გამოწვეული. ხოლო ამ შემთხვევაში დამყარდება საქართველოში სტაბილურობა და დამთავრდება მოღალატე დეპუტატების თარეში პარტიიდან პარტიაში. კაცი რომ საძმოს გამოიწვლის, სამეგობროს გამოიწვლის, გორს უღალატებს, პარტიას უღალატებს, ის ყველაფერს უღალატებს, მშობლებს უღალატებს და ოჯახს უღალატებს. საკმარისია კაცმა ერთი ღალატი ჩაიდინოს და მე რემისთვის ეს ცხოვრების წესად იქცეოდა.
ჩვენი პოლიტიკური სპექტრი აი ამ ღალატის კლასიკური აკადემია. და მას უნდა მოიღოს ბოლო, და მას მოიღოს ბოლოს. თბილისში და აქაც. ეხლა თბილისში აგერ 5 დეპუტატი გავრიცხე პარტიიდან. გაეცნენ, ამბობენ, ვინ გარბის, აკლა გამარჯვებული პარტიიდან პირველ ადგილზე ვართ გასული, აქეთ რიგით გარო პარტიაში მე ვიღოთ პროფესორები, აკადემიკოსები, ყოფილი მინისტრები, მოქმედი მინისტრები და დეპუტატებად გავხადოთ. გავრიცხეთ და რატო? შეეკვნენ ზოდერავას და ბევრმა აიღო $50,000 ღალატში. ეხლა ამ შემთხვევაში ერთი გზაა რომ ასეთ უზნეო კაცს, ნუ ეხლა იესო ქრისტეს 13 მოწაფიდან ერთი უზნეო გამოადგა და 30 გროშებს გაყიდა იესო, ხო იუდა. თქვენ აღიარებთ რომ თქვენი ბრალიც არის, რადგან ეს ხალხი. ჩემი ბრალი კი არა, კანონის ბრალია, რომელიც არ ითვალისწინებს ჩემგან წარდგენილი დეპუტატის უკან გამოწვევას. მე წარვადგინე დეპუტატი. თუმცა არ ვარ პარტიაში, ხო მიიღეთ პარტიაში. პარტიაში რომ მივიღე, ეხლა მე ხო არა ვარ სულის მკურნალი, რომ ჩავხედო იმის ტვინში, რა ბინძური აზრი მომწიფდება, როგორც კი იგივე ზოდელობა შესთავაზებს $50,000. მაშინ მე უნდა მივცი $100,000 რომ გავაჭერო, ხო? ტენდერია უკვე სოტყვის აუქციონზე რომ დაარტყავენ ჩაკუჩს და იტყვა რომ ეს ნივთი ამდენი. აი ესე ტენდერზე გადა. ეხლა მე აქ დამრეკავ დეპუტატზე არ მაქვს საუბარი, არ ვიცი ვინ არის. მე საერთოდ ვამბობ რომ დეპუტატი უნდა იყოს პარტიის წინაშე ანგარიშვალდებული, იმიტომ რომ პარტია არის ხალხის ნაწილი. არასრულად პროგრამას უნდა წაბძანდე იმ ადგილზე, სადაც გახვედი ხალხის დახმარება. მე მინდა ეს კითხვა დაგისვათ. თქვენ ხართ და იმ დეპუტატებმა მაპატიეთ წინა საკრებულოში ვინც გავიყვანეთ გორის საკრებულოში, ნაწილმა ძალიან უღირსად იმოქმედა და არ შეასრულა თავისი მოვალეობები. ხარ იმას დაუჭირა მხარი ვიღაცა საკრებულოს თავმჯდომარედ, ხარის ძველი საკრებულოს თავმჯდომარე იყო ეს ბიჭი, როგორი იყო ეს? ჭედლიშვილი, ნორმალური ბიჭი იყო, უბრალოდ ნუ გადაირჩიოთ დაანებეთ თავი. გააბეს იქ ტენდერი 4 თვიანი არა უნდა გადავირჩიოთ, ის უნდა ავირჩიოთ. რა მე გორელებისთვის რა მოხდა? ამით კარგი. აგერჩიოთ, გეკონტროლებინათ გამგეობა და გუბერნია. მათი ბიუჯეტი, მათი ფინანსები და ხარჯები და ეს ხარჯები გადმოგეტანათ სასწრაფო დახმარებაზე მაინც. ამაზე გებრძოლო. და ამით მომსახურებოდი გორს. ეხლა ამ სიტყვას მე აგეუბნებით გორს, სხვაგან არ ვიტყვი. გასაგებ. ბაზრაკოტე, თქვენ ხართ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, დღეს უკვე ხელისუფლების წარმომადგენელი თვითმმართველობის ორგანოებში, კერძოდ ქალაქის გამგეობაში თქვენ ხართ გამგებლის მოადგილე. შეძლებთ თქვენ რაიმის შეცვლას, თქვათ აი ამ პოსტიდან? რა თქმა უნდა, ერთი მერცხლის შევჭი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ჩვენ არც ამის ილუზია არ გვაწუხებს. ელემენტარულად მე იმიტომ დავთანხმდი კოტეს ნუ კოტე ახლა მორიდებული კაცსა და შეიძლება არ თქვას ბოლომდე არ გასცანს პარტიული საიდუმლო კოტეს მერის მოადგილე ხარ თუ გამგებელი ხარ მოადგილეობას რომ არჩევნების დროს რამენაირად ეს ბიუროკრატიული მანქანა ეს პოლიცია იქნება თუ გამგეობა თუ ოხრომა იქნება რამენაირად გააჩეროს რომ არ გაგვიყალბონ არჩევნები აი თავისი ავტორიტეტი თუნდაც თანამდებობები ერთადერთი მოტივი რომ მე დავთანხმდი ეს წასულიყო მოადგილედ იყო ეს კოტე ამას ვერ იტყვის და მე გულახდილად მოვიდა აი რა იმის შეცვლას თუ შეცვლებთ. იგივე სამეურნეო მე ვიცი რომ ეხლა თქვენ ქალაქის გამგეობას რაც გარკვეული სფეროები წაგართვათ რაიონის გამგეობა. წაგართვათ მე ეს ცოტა ის თუ ხეშად ნათქვამია, მაგრამ რაღაც სფეროები მათ კომპეტენციებში გადადის. როდესაც ჯერ კიდე არ არის გამიჯნული სრულად კომპეტენციები თქვა თვითმმართველობასა და მმართველობას შორის. აი ძებო ორი სიტყვით იქნება აი ამასთან დაკავშირებით. მე მადლობა ამ შეკითხვისათვის. და თქვენ რაც გააკეთეთ აი ამისთვის. მე როგორც მოგეხსენებათ, კურირებ სოციალურ სფეროს. ჩვენთან შემოდის საბავშვო ბაღები და ბიბლიოთეკები. ანუ უბრალოდ ბიბლიოთეკების გაერთიანების ფილიალები. მაგრამ ეხლა როგორც სხვადასხვა საბავშვო ბაღები თავდადროზე ჩვენ გადავარჩინეთ, ისევ სასამართლოს გზით დავადგინეთ ათასობით დათხოვნილი და შემცირებული პედაგოგი, მეორე წლის მუსიკის შეპოვრები და ესენი ბაღების დაფუძვას უნდა და გაყიდვას და იმედია ბატონიკოდე კარგად გააგრძელებს ამ სტატეტას, რა ვიცი, რა საშუალებაა იქნება. ხო, ეს კანონით მმართველობის კომპეტენციაა, რომ ეს განათლების სფერო იყოს მმართველობის კომპეტენციაში, მაგრამ დელეგირების გზით გადმოცემულია თვითმმართველობაზე. ამიტომ ჩვენ ესე იგი ვაფინანსებთ საბავშვო ბაღებს და ბიბლიოთეკებს და ზედამხედველობას უწევთ. და უწევთ მართლა დამეთანხმებია ჩვენ გვაქვს მადლობის წერილები მოსული, რომ აი მართლაც კარგად უძღვებით ჩვენ ამბებს. მაგრამ დღეს დადგა საკითხი. ალბათ არ მოეწონათ, რომ ესეთი კაი დამოკიდებულება შევედით ჩვენ საბავშვო ბაღის გამგეებთან, ბიბლიოთეკის გამგეებთან. არ მოეწონა მმართველობას ეს თუ მიაკ, მაგრამ ვერ წაიღებს, იმიტომ რომ მათ უნდა დაგვისაბუთონ, კანონში პირდაპირ წერია. თუ ესე იგი თვითმმართველობა ვერ ახორციელებს
გადაცემული დელეგირების ამ შემთხვევაში განათლების ამ სფეროს, ესე იგი ვერ უზრუნველყოფს მის მომსახურებობას, ვერ აძლევს დროულად ხელფასებს, ვერ უკეთებს სხვა დახმარებებს, აი იმ შემთხვევაში მმართველობას მიაქვს, მაგრამ ესეთი რაღაცა არ ყოფილა. დღეს შეიძლება ითქვას ბატონო კოტე, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ უკვე დაიწყო დაპირისპირება თვითმმართველობასა და მმართველობას შორის გორში. იცით რა, ეს მის მინეთ ეს არის ერთგვარი ხელის შეშლა თვითმმართველობის განვითარების. ესე იგი ვერ განვითარდება თქვენ მეკითხებით, შეძლებთ თუ არა რაღაც გაკეთებას თქვენი თანამდებობიდან. აი ესეთი ხელის შეშლა თუ გაგრძელდება, მე კი არა ვერავინ ვერ შეძლებთ. ეს არის თვითმმართველობის ჩახშობა. და თვითმმართველობა თუ არ განვითარდა, ხალხმა, როგორც იცით, გამოხატა თავისი ნება და აირჩია ქალაქში თავისი გამგებელი. მას თუ არ მიეცი უფლებები და არ განვითარებინა, არ გააკეთებინა ის საქმე, რომელიც საქმე თქვა, ქალაქს გამოადგება, ჩვენ საყვარელ გორს გამოადგება, რა უნდა მოხდეს? დიდი ამ თემაზე აუცილებლად ბატონო შალვა, ეხლა ამაზე ჯერ საუბარი მიდის, მაგრამ თუ მოხდა ესეთი რაღაც აუცილებლად დახმარება დამჭირდება. მაყურებელი გველოდება. ხაზზე მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ ბრძანეთ. ალო. დიახ, გისმენთ პირდაპირ. მოგესალმებით ბატონო შალვა და ყველას ბატონებო. გამარჯობა. იცით რა, მე გახლავართ პირველი ჯგუფის ინვალიდი. ჩემი დიაგნოზია გაფანტული სკლეროზი. მე რამდენჯერმე მივმართა, იცით რა, ხანდახან ზოგჯერ აი პერიოდულად მე საჭიროება მკურნალობა. მაქვს 14 ლარი პენსია. და ძალიან ბევრჯერ მივმართა ადგილობრივ ხელისუფლებას. ეხლა ბოდის მოგიხდით ცოტა ვღელავ. მაგრამ არანაირი შედეგი. ბატონი ამირან გამყრელიძე აქ ბრძანდებოდა, დედამ გადასცა წერილი. მე რა თქმა უნდა იქამდე ჩასვლას ვერ მოვახერხებდი, მაგრამ მანაც უშედეგოდ დატოვა ეს ჩვენი წერილი. და რა სკლეროზის არაფერი არ გეტყობა, ძალიან მშვენივრად საუბრობთ, მაგრამ გიგზავნით ბატონ კოტესთან ან თქვენი წარმომადგენელი სიარული არ შემიძლია ბატონო. ჯანდაცვის სამინისტროში მე ყველაფერს ვიზავი იმისათვის, რომ თქვენ თანხები გამოგებინოთ. და ვისთან შეიძლება მივიდე, იცით რა, მე მინდოდა პლაზმაფერეზი გამეკეთებინა, მე 10 წლის უკან ეს გავიკეთე მოსკოვში და თქვენი წარმომადგენელი მობრძანდეს ჩემთან როგორმე ბატონი კოტეს საშუალებით და მე სამინისტროს დონეზე ყველაფერს ვიზავ თქვენ დასახმარებლად. მაგრამ საქმე ის არის, რომ ესე კი არ უნდა წყდებოდეს მართლაც დახმარების აუცილებლობა ადამიანებისათვის. სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს. აი ეს 300 მილიონი ლარი, რომელიც ბიუროკრატიული აპარატის შესანახადაა გამოყოფილი, აქედან 100 მილიონი მაინც უნდა გადაიდოს აი ამგვარი დაავადებულებებისათვის სასწრაფო დახმარების აღმოსაჩენად. ამიტომ არ ჩვენ პროცესში შევარდნაძესა და არ ამიტომ რომ თანამდებობები არ მიცოთ ამაზე გავუბრალდეთ. აი ამას არ აკეთებენ და ამიტომ არის ხელისუფლების შესვლა საჭირო, რომ საბიუჯეტო გადანაწილება ხალხისათვის სასარგებლოდ შეიცვალოს. ეს არის არსებითი. ბატონო შალვა, თქვენი ოპონენტები ხშირად თქვენ შესახებ ამბობენ, რომ ის პოპულისტია და თქვა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოპულიზმი ლათინური სიტყვა ნიშნავს პოლიტიკოსობას. ასე რომ ეს კომპლიმენტია, ძმასა. ხო და ვერაფერს ვერ შეცვლის, თქვა თუ ის ხელისუფლებაში მოსვლამდე შევცვალეთ. აი ეს რაც მე ჩამოგითვალეთ, ეს ვერ გააკეთა პრეზიდენტმა, პარლამენტმა და მთავრობამ 10 წელია ერთად. ხო? რაც მე ჩამოთვალე, აღარ მინდა გავიგო. ხელისუფლებაში მოსვლამდე გავაკეთე და ხელისუფლებაში რომ მოვალთ მე რაღაც ვიზავთ. ეს ანეკდოტი მახსენდება. ჭიჭიკიაო, ქუთაისური ანეკდოტია, რომელი ტრანსპორტი დარბის ყველაზე მაგრათო და ტროლეიბუსიო. რატო ტროლეიბუსიო და დაბული 800 გარბის რო აუშვა რას იზავ. ხო და ხელისუფლებაში რომ ვიყოთ მე რას ვიზავ. ვიზავთ იმას, რომ ბოლოს მოვუღოთ კორუფციას, ციხეში დავიჭერთ აი ამ ოლიგარქებს, ვინც მიითვისა ჩვენი ელექტროენერგეტიკა, ჩვენი წარმოებები, ჩვენი ეს ადგილობრივი მრეწველობა, ეხლა გორი შეიძლება, რომელიც ამარაგებდა მთელ მსოფლიოს და ქართლის რეგიონი და მთელ საბჭოთა კავშირს და სოციალისტურ ბანაკს ვაშლით, ხილით, წვენებით, კონსერვებით, ნერგებით, ჩვენი ნერგები, აი გორში მოწეული ნერგები და ქარელის სანერგედან ტანზანიაში, ზამბიაში გადიოდა, საექსპორტო პროდუქცია იყო. ყველაფერი განადგურდა, მოიშალა და მიწის ნაკვეთები, ვაშლის ხეხილები და ვენახები დაითრია ელიტამ კორუმპირებულმა, რომელსაც თოხი და ბარი მის დღემში არ ჭერია და ხალხი, გლეხკაცი და ის ფენა, ვისაც მიწასთან უნდა მუშაობა, დარჩა პისიჩალა გამოვლებული. აი მე ვსავართ ჩვენ ყველაფერზე და დავუბრუნებთ ხალხს. არაფერი ძალიან ელემენტარულად ერთ მუხლიანი კანონი უნდა 5 წუთიანი კენჭისყრა საჭირო. სააკაშვილიც იგივე სამარს. სააკაშვილი სახლების დანგრევას აპირებდა, ჩვენ სახლების დანგრევას არ ვაპირებთ, მაგრამ ქონების, აი სტრატეგიული ქონების სახელმწიფოზე უკან დაბრუნებას აუცილებლად გავაკეთებთ. განა შეიძლება რომ ელექტროენერგია იყოს გაყიდული უცხოეთზე. როგორ შეიძლება ეხლა დამპყრობელი რომ მოდიოდა დამპყრობელი, ხო? ის მართლა სისხლს გაწოდა ჩვენსაც და დასახოცად კი არ დაგვდევდა უკან. რომ დაიპყრობდა ქვეყანას, მე ყველასაც ეფერებოდა, ხარკს დაადებდა მოსახლეობას და წავითოდა.
ასე დაგვადეს ხარკი, ღირს ელექტროენერგია 2 თეთრი, შემოიყვანეს უცხოელი ინვესტორი, დაგვადო ხარკა 14 თეთრი თბილისში, 8 თეთრი რეგიონებში. კიდევ ერთი კითხვა ბატონ შალო, პირდაპირ ეთერში მოდით მოусმინოთ მაყურებელს, მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ხართ. ხაზე ვარ. ბატონ შალვა, მოგეხსენებათ შიდა ქართლი დაემსგავსა თვლემარე ვულკანს. ჩვენ აქ იურისტები ძალიან გვიჭერს, პროფესიონალი იურისტები. თქვენ ისეთ ადგილას მუშაობთ პარლამენტში, რომ საქართველოში ყველა იურისტი ძალიან კარგად იცნობთ. უშანგი მგელაძისნარი პატიოსანი, წესიერი, მართალი, განათლებული, პროფესიონალი, დამთავრებული აკადემია, დამთავრებული უნივერსიტეტის სრულხუთებზე, ნუ ეს კაცი არის უსაყვარლესი ადამიანი. ადრე იმუშავა ჩვენთან, ადრე იმუშავა 5 წელიწადი გორში და დიდი პატივისცემა დაიმსახურა. $5,000 ვერ ჩაიტანა და ერთ თვეში რა დაუშავა არჩევაშიც, რომ გააგდო სამსახურიდან. ბატონი უშანგი არის ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ეს არის პიროვნება, რომელსაც თავისი რეპუტაცია არ შეულახავს და არ შეუცვლენია, არის მაღალ პროფესიონალი იურისტი. მე სამწუხაროდ ბოლო დროს ვერ მივდევნე თვალის უმუშავია სახში. გორში მუშაობდა და ძალიან ცოტა ხანს იმუშავა. მე დავინტერესდები, შევეხმიანები აუცილებლად და ჩემი კომპეტენციის პრაგრამაში გავუწევ რეკომენდაციას, სადაც საჭიროა მათგანაც გამოგართოს. სამწუხაროდ ჩვენთან არც ეკონომიკა ინტერესებს, არც ადამიანები, არც განათლება და არც პროფესიონალი. ჩვენთან აინტერესებს თანხმობაზე დანიშნვის დროს რამდენი ფულის გამკეთებელია და მე რამდენის მიმტანია მაგრამ. ეს არის კრიტერიუმი და ჩვენი ცოდნა, ინტელექტი, ზნეობა, პროფესიონალიზმი ეს მე-10 ხარისხოვანი საკითხებია. სანამ არ მოხდება იმ დამწყდებული ტალანტების წელაპლანზე გამოწვევა, რომელსაც ეს ხელისუფლება არ აძლევს საკუთარი ნიჭის განვითარების საშუალებას ნებისმიერ სფეროში. სანამ საქართველოს იქნება აი ამ ბანდიტი ხელისუფლებისა და ამ არადამიანური პოლიტიკის მსხვერპლი. ბატონ შალვა, თქვენ წეგან ახსენეთ პოლიცია და ქალბატონმა მაყვალამაც დასვა ეს კითხვა. გორში და შიდა ქართლში მოხდა საკადრო ცვლილებები, ახალი ხელმძღვანელობა პოლიციაში და მოგეხსენებათ პანკისის ხეობაც იქნა ახსენები, აქ ანტიკრიმინალური ესეთი ღონისძიებები დაიწყო სამ სოფელში განთავსებული საგუშაგოები. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს გართულებული კრიმინოგენური ვითარება ცოტათი მაინც შეიცვალოს? ეხლა გართულებული კრიმინოგენური ვითარებას ოპერაციები და სეზონური კომპანიები ვერ ცვლის. კრიმინოგენური ვითარება რთულდება იქ, სადაც არსებობს სოციალურ-ეკონომიკური სიღატაკე. ყველა ადამიანს ხო არა აქვს თანაბარი ზნეობრივი კაპიტალი შიგნით. ზოგიერთს უკვე წაეპარება ხელი რაღაცის მოპარვისკენ, რაღაცის მოკლისკენ, რაღაცის დაყაჭარებისკენ და ამას ქვეცნობიერად ახსნის უხელფასობით, უმუშევრობით, უპენსიობით, შიმშილით, სიკვდილით. რა თქმა უნდა ეს დანაშაულია და ეს არ უნდა გააკეთო ქრისტიანულადაც და იურიდიულადაც, მაგრამ არიან ხო ასეთი ადამიანები და აი ეს სოციალურ-ეკონომიკური კატასტროფა ქვეყნის ასეთი კრიმინალების აღმოცენების საფუძველია სოკოებით ამოდიან ყოველდღიურად. სანამ არ მოხდება ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური ვითარების გაბალანსება, არ ამუშავდება ეკონომიკა, არ ამუშავდება სოფლის მეურნეობა, არ დაუბრუნდება სახელმწიფო სტრატეგიული დარგები, რომელიც უნდა ბიუჯეტში შედიოდეს და დღეს რჩება ჩვენი პრეზიდენტების, მინისტრების, დეპუტატების ნათესავებს და მათ ოჯახებს და არ მოხდება ხელფასების, პენსიების, კომპენსაციების გაცემა, იგივე არ მოხდება პოლიციაზე ხელფასების გაზრდა, რომელი პოლიციას დღეს შეარაღებული, მაგრამ შიერი, გაბოროტებული დარბის ქუჩა-ქუჩა და დაეძებს, რომ ვიღაცას რაღაცა წაართოს და ოჯახში მიიტანოს, უკვე ყოფნა-ყოფნაზე იმასაც საქმე, იმიტომ რომ ისაც ისევ უხელფასოა და გაუბედურებული, აი ეს არ ეხება პოლიციის ელიტას, რომელიც კარგად ცხოვრობს, მე ვამბობ საშუალო და ქვედა პოლიციის, სანამ ეს კომპლექსური საკითხია. კომპლექსური საკითხია, ასე რომ კრიმინალურ ვითარებას ბოლო მოუღოთ ჩვენ გამწვავებულს ერთი დარტყმით, ერთი კონტრშეტევით, თუნდაც რამდენიმე თვიანი კამპანიით, ეს არის თავის მოთხოვნა და მეტი. ბატონ შალვა, ესეთი აზრი ხშირად მუსირებს საზოგადოებაში, რომ თქვენ რატომღაც ვანო ზოდელავა ძალიან ისეთი ამოიჩემეთ და ჯორბენაძეს შესახებ თქვათ არ საუბრობთ და ძალიან ნაკლებს საუბრობთ, თუ საუბრობთ. და თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ იგი თქვათ უფრო ახლოს არის ჯორბენაძესთან, თქვათ იზიარებს მის პოზიციას რაღაც გარკვეულ საკითხებში და აი მისი დარტყმის ობიექტი ზოდელავა ხდებოდა. ჯორბენაძეს უნდა ზოდელავას მოცილება და ამიტომ შალვა ნათელაშვილი არის ასე თქვათ მისი განხმოვანებელი ამ შემთხვევაში. იქნება აი ამაზეც გითხრათ. ეს სწორი თვითონ ზოდელავა შტაბიდან არის აგორებული, რომ მე შემეშინდეს ჯორბენაძესთან ალიანსის დაბრალების და ზოდელავას დავანებო თავით. ეხლა ეგეთ კამპეც მე ნამდვილად არ ვჭამ და შეიძლება თავის ბებიას მიართვა ზოდელავა ეგეთი კამპეტი. ეხლა რაც შეეხება თვითონ ზოდელავას, ეს არის შევარდნაძის თავარი მეციხომი. რა ჩვენ ვამბობთ, რომ მე მოვახდინოთ შევარდნაძის სისტემის დემონტაჟი. პირდაპირ შევარდნაძეს თავზე ხო ვერ დაახტებია რა. ისა მას აქვს ცენტრალური გაჯეთის ციხე და გარშემო უდგანელი მეციხომი.
ის ციხები თუ არ გადაანგრით, ისე ვერ მივახლოვდები შევარდნაძის ტახტს და მის საბრძანებას. და მთავარი ციხე ეს არის ვარდნაძის ოდოლება თავისი მილიონიანი ქონებით. მე შინე ვთქვა, მაგრამ შეიძლება ასეც იყოს მილიარდიანი ქონებით. აი ახლა დაამთავრა თბილისში 25 ოთახიანი ბინის რემონტი 3000 კვადრატული მეტრის ფართით, ბაზალეთის ქუჩა ნომერი 10. ამ ბინას თავზე აქვს მანსარდა იმავე ფართის. და მანსარდის თავზე მოწყობილია ზამთრის დენდროპარკი, სადაც ტროპიკული ცხოველები და თევზები ნახად გრძნობენ თავს დღე-დაღამი განათებულ ატმოსფეროში. აი ეს არის მშიერი ქალაქის თანამედროვე პრეზიდენტის დანიშნული მერი. ეს არის ის მერი, რომელმაც გამოვიდა და განაცხადა, რომ შევარდნაძეს მესამე ვადით უნდა გაუგრძელოთ საპრეზიდენტო ვადა. ახლა ამას რომ კაცი იტყვის, შეიძლება რომ მას არ შეეხო, არ მოითხოვო მისი გადადგომა და ჩვენ აუცილებლად მას გადავაყენებთ. აი ახლა დავიწყებთ სერიოზულ აქციებს, ცოტა კლიმატური პირობების გამო აქტივს ვფრთხილდებით, რომ არ გაგვიცივდნენ გარეთ ზოდელავას გამო არ ღირს თუნდაც ერთას რომ დაემართოთ სურდო, მაგრამ ამას აუსრულებთ და მას პოზიცია არ დავტოვებთ, იმიტომ რომ ეს არის შევარდნაძის მთავარი მეციხოვნე, კრიმინალი, ტერორისტი, რომელსაც შეუძლია კილერების დაქირავებაც, შევარდნაძის ნებისმიერი შეკვეთის შესრულება, რაც შეეხება ახლა ავტოჯერმანძეს თავის უდოդრობა გაჭირვები აკეთეს ეს მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარეობა, რომელიც მოქალაქეთა კავშირიც არის მკვდარ ცოცხალი, მიცვალებული და არანაირი რეანიმაცია არ უშველის, გაილანძღა თავი და საერთოდ რა თქმა უნდა ეგ ამბავი ეჯდა მინისტრად და ყოფილიყო იქ. გუბერნატორები არ არის ახლა პოლიტიკური ფიგურა ჯობენაძე, რომ მასზე გადავიდანო ყურადღება. გუბერნატორები თუ არიან მეციხოვნე პრეზიდენტისა და მათთან ურთიერთობა თუ გითხრათ ახლა გუბერნატორები საერთოდ უკანონო ინსტიტუტია. საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის გუბერნიება და მხარეება დაყოფას არ ითვალისწინებს და ძალიანაც კარგი არ ითვალისწინებს. ჩვენ რამენერეს უნდა ეს კუთხური პრობლემები გადავნახოთ და საქართველოს 3000 წლოვანი ისტორიიდან 2800 წელი ალბათ იყო კუთხეებს შორის ჯუღლისო. თქვენ ისე ახალგაზრდა რეგიონული დაყოფის მოხდა. კატეგორიული წინააღმდეგია რეგიონული დაყოფის. შესაძლებელია რაიონები გამსხვილდეს პრეფექტურებად. 2-3 რაიონი გამსხვილდეს ერთ პრეფექტურად, იმიტომ რომ უცხოელი ინვესტორი როცა მოდის და ძალიან პატარა რაიონს ხედავს, არზდებს იქ კაპიტალს. ეხლა გორი დიდია თავისთავად, ეხლა ამას არ გამსხვილება არ უნდა, მაგრამ ზესტაფონიდან 5 წუთია ხარაგაულამდე და 7 წუთია თერჯოლამდე. და 3 ადმინისტრაციული რაიონია და საქართველოში არის 80 ადმინისტრაციული ერთეული და ამერიკის შეერთებულ შტატებში 50 შტატია მეტია. ეს წმინდა წყლის სიგიჟე. ამიტომ რაიონების გამსხვილება საჭირო, მაგრამ არა კუთხური ნიშნით. იმიტომ რომ ჩვენ ეს კუთხური ნიშნით რეგიონების შექმნა არაერთხელ დაგვარცხავს. არაერთხელ დაგვარცხავს კიდე და გარეული თუ შინაური მტრები ამას გამოიყენება. წარმოიდგინე ახლა იმერეთის განათლების მინისტრი და კახეთის მძიმე მრეწველობის მინისტრი, ნუ რა სამულებელია. დაახლოებით ეს გეგმა, თუ ეს გააკეთო რამენერად, ამას არ გავაკეთებთ. არც ერთ შემთხვევაში ჩვენი კონსტიტუციის პროექტი წარდგენილი გვაქვს პარლამენტში, რომლის განხილვა და კენჭისყრა მალე დაიწყება და ვფიქრობთ, რომ ქვეყნის ადმინისტრაციული ტერიტორიული მოწყობა უნდა იყოს იმდაგორი, რომ მას საფრთხე არ შეუქმნას ქვეყნის ერთიანობას, მაგრამ ადგილობრივი რესურსები, ადგილობრივი ბიუჯეტი დატრიალდეს ადგილების სასიკეთოდ. და არ იყოს ცენტრის მიერ დაღაჭებული. და კიდევ ერთი კითხვა, ბატონო, ეხლა დაიწყო საარჩევნო წელი ფაქტიურად და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, ორგანიზაციები ახდენენ ერთგვარ კონსოლიდაციას. იგივე თქვა ჟვანიას გუნდთან მოხდა გარკვეული კონსოლიდაცია. საპარლამენტო თქვენ თუ გეგმავთ თქვა ბლოკის შექმნას რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან თუ ისე მარტო მოგიწევთ გამოსვლა? მე მოგახსენებთ, რომ ბლოკებმა დაუყვა საქართველოს. როგორც მოგახსენებათ, სამოქალაქო ომის დაწყება უკავშირდება ბლოკ მგვარელ მაგიდაში ატეხილ შიდა გარჩევებს, რომლებიც შემდგომში გადმოვიდა უკვე ქუჩაში ტანკების და ავტომატების სახით. და ბატონო ზვიადის რეიტინგმაც კი არ უშველა იქ ზოგიერთი ამბიციური პიროვნების დაუყებას, რომლებიც ბლოკში იყვნენ სუბიექტად შესული 26 პარტია შედგენაში, ხო? შემდგომში წამოვიდა ბლოკი მშვიდობა პირველ პარლამენტში 92 წლის პარლამენტში შევარდნაძის ბლოკი იყო, რომელიც არ მარტო დაიშალა სამხედროში, არამედ ერთმანეთს დაიჭირეს. ის თემურა ჟორჟოლიანი და ისინი იმათან იყვნენ თავიდან შევარდნაძესთან და ბოლოს ციხეში აღმოჩნდა. ისე დაკატაკა აწყდა შიგნით ამ პარტიების ლიდერებს შორის. მერე შეიქმნა მოქალაქეთა კავშირი, რომელიც ბლოკი იყო, მწვანეები, ლიბერალები, ვიღაცები გაერთიანდნენ, რა გრახა გრიალი დაიშალნენ, დავინახეთ ჩვენ და ქვეყანად ჩაითრიეს სამხედროებაში, ხო? აღორძინების ბლოკს გადავიმართ. მეუბნებოდი ბატონ ასლანებაში დას რომ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი ჩაწერა არის ბატონ ასლან გიღალატებენ გაგექცევიან. და ძალიან ალალად შეხედა რომ არა რომ ამ დახიცეკეთებს რომ გაუკეთებს არ გაიქცევიანო და აი ხო დავინახეთ ყველას არ გაიქცევია. ხო? მრეწველები ნახეთ რა დიდი დაპირებებით მოვიდა რომ ლოდები გვექნებოდა სახში გამოვლეველი და ხამსათევზე ყოველდღიურ პახმელიაზე, ხო? ბლოკი იყო და დაიშალა აღარა მრეწველების პარტია ფაქტობრივად.
ამიტომ საქართველოში უნდა აშენდეს პარტიული სისტემები. პარტია უნდა იყოს პასუხისმგებელი ხალხის წინაშე თავისი პროგრამით და მან არ უნდა გადააბრალოს საარჩევნო პროგრამის შეუსრულებლობა მეგობარ თანაბლოკერ პარტიას ვიმან მიღალა ეცი და იმიტომ აღარ გაიგებთ ის საქმე. ეს ბლოკები არის პასუხისმგებლობიდან თავის დაძვრელი საფუძველი და მეტი არაფერი. იყრებიან ბლოკები, ხორცინდებიან რათა მივიდნენ პარლამენტში, დაეპატრონონ ქონებას, ნადავლს, თანამდებობებს და მერე გაიყარო. კრილოვის იგავარაგებით არ იყოს ის ზღვაში, ის წყალში, ის ხმელეთზე, ის ლებედაკ და შუქა. აი ეს მომენტია. ამიტომ საქართველოს გადაარჩეს მტკიცე პარტიული სისტემები, რომელიც თავისი პროგრამით იქნება ხალხის წინაშე ვალდებული და პასუხისმგებელი და არა პარტიული ბლოკები, რომელიც დასაშლელად არის განწირული. ამიტომ ლეიბორისტული პარტია არსად, არავისთან, არასოდეს, არანაირ ბლოკში არ გაერთიანდება, მაგრამ ჩვენ წავალთ კოალიციურ მთავრობას. აი მთავრობას უკვე კოალიციურ შევქმნით და მთავრობისთვის მოძებნით კადრებს სხვა პარტიებიდან, საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან, ინსტიტუტებიდან, გამგეობებიდან, იმ ადამიანებს, ვისაც თავისი სინდისით, პატიოსნობით და ზნეობით უფლება აქვს ქვეყნის მართვის საქმეს მოკიდო. ბატონო, რამდენიმე წუთი დარჩა ჩვენს გადაცემაში და ძალიან ნარო, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა თქვენი ტელემაყურებელიც და თქვენთან ყოფნა. და ბოლო კითხვა ესეთი. სამწუხაროდ გორში ვეღარ ჩამოვდივარ ისე ხშირად როგორც ადრე, მართალი მეპატიჯებიან, იმიტომ რომ ჩემს გორელ მეგობრებს ძალიან უჯერ დარწმუნებული ვარ და ჩემმა მასპინძლობამ შეიძლება 1-3 დღე გარკვეულ გაჭირვებაში დატოვოს ისინი, აი ესეთი დღე დაგვედგა და არ უნდა იყოს საქართველოში ის მდგომარეობა, რომ ჩვენ სტუმრად მისვლა მეგობართან გვერიდებოდეს, რომ ძალიან არ შევაწუხოთ. არ უნდა იყოს ესეთი დრო, რომ ქართველ კაცს ჭირში და ხინში მისვლა არ შეეძლოს იმის გამო, რომ არ აქვს საშუალება დაეხმაროს მეგობარს და ისე დაუდგეს გვერდზე, როგორც ეს ჩვენ ჯიში და ჯილაკშია. აი ეს ეპოქა უნდა დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ შევარდნაძესთან ერთად. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელისუფლებას არ გავატაინებთ თავისას და კიდევ არ გავაყალიბებთ არჩევნებს ჩემო ძვირფასო ქართველებო და თქვენ თუ მიიღებთ ბატონო შალვა, აი ბოლო კითხვა ჩემი, თქვენ თუ მიიღებთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას? ეს თავისთავად სიგულისხმეა. ჩვენ ვადებული ვართ და მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა ყველა დონეზე. რა დონეზეც ხალხი ამას დაგვეგვისრებს. საპარლამენტო პასუხისმგებლობა მზად ვართ, სამთავრობო მზად ვართ, საპრეზიდენტო ვართ მზად. თუმცა მე გეტყვით რომ ნორმალურადაც საქართველოს პრეზიდენტობა და საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა არ უნდა უხაროდეს, იმიტომ რომ ნოლიდან არის ქვეყანა ასაშენებელი. ისე ყველაფერი დანგრეული და განადგურებული, მაგრამ იმ ხელა პოტენციალი აქვს ქვეყანას, ისეთი ინტელექტუალურია ქართველი ერი, რომ თავარია მას ხელი არ შეუშალო, ხელი შემშლელი ბარიერები მოუხსნა, ის კაშხალი გადმოანგრიო, რომელიც ქართულ ეროვნულ ენერგიას აკავებს ხეობაში და იჭერს და ყველაფერი დადგება ფერს. ესე იგი დღეს თქვენ პირველად მე როგორც ვიცი თქვენ არსად არ გაგიცხადებიათ ჯერო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ეს პირველ რიგში უნდა ქართველებისთვის მეთქვა, ხო? ესე იგი თქვენ მიიღებთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. კი, ვადასტურებ თქვენთან. ბატონო შალვა და ბოლო თქვენი სურვილი აი რას უსურვებთ ჩვენს რეგიონს, ჩვენს გადაცემას და ერთგვარ რეზიუმე გადაცემის ბოლოს. სულ ერთ წუთნახევარი გვაქვს დარჩენილი, იქნება ეს მოკლედ. რეგიონს მე უსურვებ გაღიმებულ სახეებს. გორელების, კასპელების, ქარელელების, ლიახველების, ცხინვალელების გაღიმებული სახეების ნახოს არაფერი არ ჯობია. როცა ისინი მაყოფილი არიან, უხარიათ გათენება, უხარიათ დაღამება, უხარიათ მეგობართან მისვლა. გაღიმებული სახე დადგება იმ დროს, როცა საარსებო მინიმუმი შეიქმნება ქვეყანაში. ეს მინიმუმი უნდა შეიქმნას აი ხელისუფლების ცვლით, ახალი ხელისუფლების მოსვლით. თქვენს ტელევიზიას უსურვებ აი ესეთ პირდაპირობას და ობიექტურობას და ასეთ თავისუფლებას, რასაც მე დღეს ამ სტუდიაში ვხედავ და რაც თავარია, თქვენი წყალი გადასხმოდეს ყველა სხვა რეგიონულ ტელევიზიას. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. გელოცავთ კიდევ ერთხელ შობა ახალწლებს და გორი ჟურის მადლით მარადოს მთელ საქართველოს. დიდი მადლობა. ძირფოს ტელემაყურებელნი მე შეგახსენებთ რომ პირდაპირ ეთერში იყო ტელეკომპანია თრიალით გადაცემით რეგიონის სტუმარი, ჩვენი გადაცემის სტუმრები გახდნენ ბატონი შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე და კოტე თავზარაშვილი, ლეიბორისტული პარტიის გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ჩვენ ერთ კვირაში კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, სამწუხაროდ ჯერ ვერ გეტყვით ვინ იქნება რეგიონის სტუმარი, მაგრამ დაგველოდეთ ზუსტად 7 საათზე ხუთშაბათს ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გემშვიდობებით, კარგად ბრძანებით.